წამების სიკვდილამდე, ზღვარი შესაძლებლობებსა და წარმოუდგენელს შორის. როდესაც ყველაფერი დასრულებულია თითქოს, თუმცა რჩება მხოლოდ ერთი რამ, გადარჩენის ინსტინქტი. დღეს თქვენ მოისმენთ ისტორიებს, რომლებიც თქვენს წარმოდგენებს სრულიად შეცვლის. ისტორიებს ადამიანებზე, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს და ნამდვილ სასწაულებს დაუდგეს სათავე. მაშას ვიწყებთ. 1972 წელს ახალგაზრდა ბორტგამცილებელი ვესნა ვულოვიჩი იუგოსლავიის ავიახაზების რეისით მიფრინავდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ჩვეულებრივი ფრენა მისთვის და ყველა მგზავრისათვის საშინელ კოშმარად იქცეოდა. თვითფრინავი დაახლოებით 10,000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მიფრინავდა, როდესაც აფეთქდა. წარმოუდგენელია, მაგრამ ამ საშინელ კატასტროფაში ვესნა ერთადერთი გადარჩენილი აღმოჩნდა იმ 28 ადამიანიდან, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდნენ. აფეთქების შემდეგ იგი გადმოვარდა თვითფრინავის შუა ნაწილიდან. შედეგად მიიღო უმძიმესი დაზიანებები, მათ შორის თავის ქალის მოტეხილობა და ორივე ფეხისა და ხერხემლის მოტეხილობა, რის გამოც საკმაო დრო იყო პარალიზებული. არსებობს რამდენიმე ვერსია იმის შესახებ, თუ როგორ გადარჩა ის. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიით იგი თვითფრინავის უკანა ნაწილში იმყოფებოდა, რომელიც სხვა ნაწილებთან შედარებით ნაკლებად დაზიანდა და რადგან სავარძელზე იყო ღვედით მიმაგრებული, შესაძლოა ამან შეარბილა დაცემის ძალა. თუმცა თავად ვესნა ვულოვიჩს ამის შესახებ არაფერი არ ახსოვდა. ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ მან შეძლო სიარული, მაგრამ გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები შეუნარჩუნდა. რა გასაკვირია. სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ მან კვლავ გააგრძელა მუშაობა ჯათ ეარვეისში. შეკებას ნამდვილად იმსახურებს. ის შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი სიმაღლიდან ვარდნას გადაურჩა პარაშუტის გარეშე. აი რომ არ შეეყვანათ, ეს ნამდვილად იქნებოდა გასაოცარი ამბავი. გარდაიცვალა 2016 წელს 66 წლის ასაკში. არონ რალსტონი ცნობილი მთასვლელია. 2003 წლის აპრილში ის მარტო ლაშქრობდა იუტას შტატის ცნობილ კანიონებში. ვიწრო ნაპრალში შესვლისას მოულოდნელად მოწყდა ქვა და მისი მარჯვენა ხელი კლდის კედელსა და ლოდს შორის მოექცა. რალსტონი 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გაჭედილი ვიწრო ნაპრალში, წყლისა და საკვების მცირე მარაგით. მან არაერთხელ სცადა ხელის გათავისუფლება, მაგრამ უშედეგოდ. სასოწარკვეთილებაში მყოფს უკიდურესი გადაწყვეტილების მიღება მოუწია. მოეკვეთა საკუთარი ხელი მაჯაში, რათა გათავისუფლებულიყო. მან ეს გააკეთა ბლაგვი დანით. წარმოიდგინეთ, როგორი საშინელება იქნებოდა ეს პროცესი და რისი გადატანა მოუწევდა მას. გათავისუფლებულმა როგორღაც შეძლო კანიონიდან გასვლა და ადამიანებისთვის ხმის მიწვდენა. მაშველებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი გაიარა, გაიკეთა პროთეზი და ამის შემდეგ კვლავ განაგრძო მთამსვლელობა. 2004 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი ლოდსა და ვიწრო ადგილს შორის. ამ წიგნში დეტალურად აღწერა ეს ამბავი. 2010 წელს ფილმიც გამოვიდა მის ისტორიაზე, 127 საათი. ფილმმა დიდი წარმატება მოიპოვა და ის ოსკარის დაჯილდოებაზე რამდენიმე ნომინაციითაც იყო წარდგენილი. 1952 წლის 23 ნოემბერს ჩინელი მეზღვაური პუნ ლიმი მსახურობდა ბრიტანეთის ერთ-ერთ სავაჭრო გემზე, რომელიც მიემართებოდა სამხრეთ ამერიკიდან ნიუ-იორკისკენ. გემი ჩაიძირა ატლანტის ოკეანეში გერმანული წყალქვეშა ნავის ტორპედოს დარტყმის შედეგად. მამაკაცი ერთადერთი გადარჩენილი იყო 53 კაციანი ეკიპაჟიდან. მან ძალები მოიკრიბა და ჩაძირული გემიდან ჩამოცურებულ პატარა ხის ტივზე ავიდა. ტივზე აღმოჩნდა მცირე რაოდენობის საკვების მარაგი. რამდენიმე შეკრვა ურცხობილა, მცირეოდენი წყალი, რამდენიმე შოკოლადის ფილა და ფანარი. მომდევნო 133 დღის განმავლობაში პუნლიმი მარტო ებრძოდა ოკეანის სტიქიას. მან გამოიჩინა საოცარი გამომგონებლობა და სიმტკიცე. ისწავლა წვიმის წყლის შეგროვება ქსოვილის გამოყენებით. თევზი რომ დაეჭირა, დაშალა ფანარი და მასში არსებული მავთული ძუვის ნაცვლად გამოიყენა. ნემსკავი კი ტივიდან ამოძრობილი ლურსმისგან გააკეთა. სათვალად ორცხობილას ნაწილებისგან მომზადებულ ცომს იყენებდა, რომლის მეშვეობითაც იჭერდა პატარა თევზებს. მან ასევე ისწავლა პატარა ზვიგენებზე ნადირობა შუბით, რომელიც ფანრის ნაწილით გააკეთა. თევზის ხორცს ის მზეზე ახმობდა, რათა მაშინ შეეჭამა, თუ ახალ თევზს ვერ დაიჭერდა. რამდენჯერმე მოუწია დიდი ზვიგენების მოგერიება. როგორც ცნობილია, ერთხელ მის ტივს ერთ-ერთმა გემმა ძალიან ახლოს ჩაუარა.
ეკიპაჟის წევრები გემბანიდან უყურებდნენ მას. მიუხედავად მისი ყვირილისა, გემმა ჩაიარა და ის არ აიყვანეს. 1953 წლის 5 აპრილს, 133 დღის შემდეგ, პულნიმი შენიშნეს ბრაზილიელმა მეთევზეებმა, რომლებიც სანაპიროსთან ახლოს თევზეობდნენ. ის ტივზე ცეკვავდა, ღეროდა და დაფლეთილ მაისურს აფრიალებდა. მართალია უკიდურესად დასუსტებული იყო, მაგრამ ცოცხალი. პუნლიმის ისტორია მთელ მსოფლიოში გავრცელდა და იგი ნამდვილ გმირად იქცა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადავიდა შეერთებულ შტატებში, სადაც სიკვდილამდე მშვიდად ცხოვრობდა. ჰარისონ ოკენე იყო მზარეული ერთ-ერთ ნიგერიულ ბუჩსირზე. 2013 წლის 26 მაისს ძლიერი შტორმის დროს გემი გადაბრუნდა და ჩაიძირა ატლანტის ოკეანეში ნიგერიის სანაპიროსთან ახლოს. გემის გადაბრუნების მომენტში ჰარისონი საპირფარ ეშოში იმყოფებოდა. როდესაც მიხვდა რაც ხდებოდა, მან სცადა საავარიო გასასვლელის ლუქამდე მიღწევა. თუმცა მან ეს ვერ შეძლო. გემი სწრაფად ივსებოდა წყლით და ჰარისონი აღმოჩნდა ჩაკეტილი წყალქვეშ. წარმოუდგენელი იღბლის წყალობით ის პატარა დაახლოებით 4 კვადრატული ფუტის ზომის ჰაერის ბუშტში აღმოჩნდა, რომელიც გემის ჩაძირვისას წარმოიქმნა. ამ ჰაერის მარაგში მან მომდევნო 3 დღე სრულ სიბნელეში, მარტოობაში და მუდმივ შიშში გაატარა. მას არ ჰქონდა საკვები და მხოლოდ ცოტაოდენი კოლა იპოვა დასალევად. 72 საათის შემდეგ, როდესაც ყველა ფიქრობდა, რომ ბორტზე მყოფი 12 ადამიანი უკვე დაღუპული იყო, სამხრეთ აფრიკული კომპანიის მყინთავების ჯგუფი მივიდა ჩაძირული გემის დასათვალიერებლად. ერთ-ერთმა მყინთავმა, რომელიც დამსხვრევებში ეძებდა ცხედრებს, მოულოდნელად შენიშნა მოძრაობა. გაუცებულმა მყინთავებმა აღმოაჩინეს ცოცხალი ჰარისონი ჰაერის ბუშტში. მყინთავებს რამდენიმე საათი დასჭირდათ, რათა ჰარისონი უსაფრთხოდ გამოეყვანათ ჩაძირული გემიდან. მისი მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე გაუწყლოებისა და შიშის გამო. თუმცა ყველაფრის მიუხედავად ის გადარჩა. მოკლედ, ეს მხოლოდ რამდენიმე წარმოუდგენელი ისტორია იმის შესახებ, თუ რა შეუძლია ადამიანს, როდესაც საქმე გადარჩენას ეხება. ეს ისტორიები გვახსენებს, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი არსებობს იმედი და ღირს ბრძოლა. მათი ისტორიები ასევე გვასწავლის, რომ არასდროს დავნებდეთ და ვირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობების. თუ ეს ისტორიები თქვენთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა, არ დაგავიწყდეთ მოიწონოთ ეს ვიდეო. გამოიწერეთ ჩემი არხი და გაუზიარეთ ვიდეო თქვენს მეგობრებს. ყოველი მოწონება თუ კომენტარი თქვენგან ჩემი მხარდაჭერაა და ძალიან მნიშვნელოვანი. გემშვიდობებით მომდევნო ვიდეომდე. ნახვამდის.